ახალი დეტალები კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით თორნიკე მოლაშვილმა დაკავების შესახებ 2 თვით ადრე იცოდა. ამ ფაქტის დამადასტურებელი ნივთმტკიცება ოჯახმა რამდენიმე დღის წინ იპოვა. მოლაშვილის ვიდეო მიმართვა, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა უფლებადამცველთა გაერთიანებამ დღეს მედიას დააცნო. ვიდეო მიმართვაში მოლაშვილი აცხადებდა, რომ მას ნარკოტიკების მოხმარების ან იარაღის უკანონო შენახვა ტარებისთვის დააკავებდნენ. მშენებლობის ადვოკატები ვიდეო ჩანაწერის დამატებით მტკიცებულებად გამოყენებას ჯერმავენ როგორც საქართველოში, ისე სტრასბურგის სასამართლოში. ჩემი დაკავების საფუძველი იქნება ნარკოტიკული ნივთიერება, სასროლი იარაღი, ამგვარი რაღაცეები. ერთი სიტყვით, არც ნარკოტიკების ვაპირებ ქუჩაში სიარულს, არც მოხმარებას ვაპირებ ნარკოტიკებისას, არც სასროლი იარაღი გამაჩნია, არც იარაღით ვაპირებ სიარულს ქუჩაში, არც სახლში მაქვს რაიმე კანონსაწინააღმდეგოზე მოაღნიშნულებიდანაც. ფაქტია, რომ დაპატიმრებამდე მან იცოდა, რომ უნდა ჩაედოთ მისთვის ან ნარკოტიკი ან იარაღი და ამის შესახებ გააკეთა განცხადება და აქედან გამომდინარე ადრე გამოჩნდა ეს კასეტა, გვიან გამოჩნდა, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეჭვს ვერავინ ვერ შეიტანს, რომ ეს არის თვითონ თორნიკე მოლაშვილი და წინასწარ აცხადებს, რომ მე ვარ ამით გაფრთხილებული. ეს აუცილებლად გადაეგზავნება სტრასბურგის სასამართლოს, აგრეთვე ეს მასალა წარედგინება ქართულ მართლმსაჯულებას, თქვენ კარგად მოგეხსენება, დაიწყება გადახედვა საქმეების და ეს მტკიცებულება სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს საქმის განხილვის პროცესში. პირადად მე ამ კასეტის შესახებ არაფერი ვიცოდი მხოლოდ ჩემი შვილიდან გადმოცემით დაწყებული ძალიან დიდი ხნიდან, რომ ცდილობდნენ მის დაკავებას.